რამდენად სტაბილურია საქართველოს შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა? რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი? არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალების საერთო მომავლისთვის საქართველოს გაეროს განვითარების პროგრამის შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით კვლევა ჩაატარა, სადაც განხილულია მრავალმხრივი გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან. შესწავლილია ამ გამოწვევების საფუძვლები, აღწერილია შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერები და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ. გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის გენდერული თანასწორობის პროგრამის მენეჯერი ია დადუნაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი ამ საკითხებზე სასაუბროდ. ქალბატონო ია, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ამ კვლევაში არაერთხელ არის ნახსენები მიგრაციის ფემინიზაცია. ზოგადად რა ფენომენია ეს და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, თუ შეიძლება ეს განმარტოთ. მოგესალმებით, მაკა, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. დიახ, ეს თემა არ ახალია ნამდვილად და ზოგადად გლობალურად უფრო მეტი ქალი მიდის მიგრაციაში და განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის საქართველო. შესაბამისად, სადღაც უკვე 90-იანი წლების შემდგომ უფრო მეტი ქალი, თითქმის ალბათ ყველა ოჯახს ყავს ოჯახის წევრი, რომელიც წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ და იქედან აგზავნის დახმარებას ოჯახში. ეს საქართველოსთვის კვლევებმაც აჩვენა, მათ შორის ჩვენმა კვლევამაც, რომ ძირითადი ესეთი მიგრანტი არიან მდედრობითი სქესის შესაბამისად. ხო, ქალბატონო ია, მიგრანტი ქალები მიდიან უცხოეთში, ოჯახებს იქიდან არჩენენ საქართველოში, მაგრამ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისინი თვითონ აწყდებიან ხოლმე როგორც წესი არაერთ პრობლემას და მათ შორის ეკონომიკურ პრობლემებსაც. რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? კომპლექსურად თუ შეიძლება ეს განვიხილოთ? ნამდვილად კი, ეკონომიკური პრობლემა ზუსტად ის არის, რომ მათ არ აქვთ წვდომა, ვთქვათ, ფინანსურ პროდუქტებზე, არ ქონდათ საშუალება შეეგროვებინათ რაღაც კაპიტალი, თუნდაც მიგრაციაში ყოფნის დროს, შრომით მიგრაციაში ყოფნის დროს, ისინი თავის დანაზოგს და თავის შემოსავალს აგზავნიან ოჯახში და შესაბამისად, როდესაც მათ უწევთ დაბრუნება საქართველოში და თავის ოჯახებში და აქ უკვე სამსახურის მოძებნა, იქ უკვე მრავალ პრობლემას აწყდებიან. როგორც წესი, ქალების შრომა საზღვარგარეთ არის ზრუნვის შრომა, შინმოვლის შრომა და ამიტომ ის, ვთქვათ, განათლება, ის პროფესია, რაც მათ აქამდე ქონიათ, წლების განმავლობაში იკარგება და ძალიან ჭირს დაბრუნების შემდგომ ისევ შრომის ბაზარზე დაბრუნება ერთის მხრივ, მეორეს მხრივ თუ მათ საკუთარი საქმის დაწყება უნდათ, რაღაცნაირი შეკრული წრე არის, რომ თუ უნდა თქვათ რაღაცა ფინანსურ საბანკო პროდუქტზე წვდომა, სამსახურის ან რაღაცა დანაზოგის არ ქონის შემთხვევაში, არც ამაზე აღარ მიუწვდებათ ხელი და რაც რა თქმა უნდა უფრო ართულებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. და კიდევ ერთი პრობლემა, რაც ამას ახლავს, არის ინფორმაციის ხელმიუწვდომელობა მათთვის. შეიძლება რაღაცა პროგრამები არსებობდეს და არის კიდევაც სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ მიზანმიმართულად არ არის ეს ინფორმაცია მიწოდებული შესაბამის ადამიანებზე, ჩვენ შემთხვევაში მიგრანტ ქალებზე, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში. და შესაბამისად ძალიან უჭირთ შრომის ბაზარზე ინტეგრაცია ამის მერე. ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც მიგრანტი ქალები იღებენ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებას, აი თქვენ ახსენეთ ისევ ხელახალი დასაქმების პრობლემა. თუმცა არის ხოლმე პრობლემები და კვლევაშიც არის ნახსენები, თუმცა ოჯახთან რეინტეგრაციის პროცესში. აი ამის გამომწვევი მიზეზები რა არის? ის რომ მათ თავიანთი პირადი დანაზოგი არ აქვთ, ისევ დამოკიდებულები ხდებიან ოჯახზე და არ აქვთ შემოსავალი, თუ აი რა განაპირობებს იმას, რომ უკან ბრუნდებიან ხოლმე ხშირად ისევ ემიგრაციაში. როგორც წესი, მაინც ემიგრაციაში უკან დაბრუნების მიზეზი ისევ მაინც ძირითადად ფინანსებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, არის ეს მომენტი, რომ წლების განმავლობაში, როდესაც არ იმყოფებოდა ადამიანი საქართველოში, ეს ხშირად შეიძლება იყოს 5, 10, 15 წელიც და რაღაცნაირი გაუცხოებაც
ხდება, როდესაც ბრუნდება ადამიანი თუნდაც ოჯახში და თუნდაც საკუთარ ქვეყანაში. ამ ჩვენს კვლევას იმდენად არ უკვლევია ეს მომენტი, უფრო იკვლია ამ ასე თქვა თვისობრივმა კვლევამ, რომ აი რა პრობლემები აქვთ ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან თუნდაც ჩვენი პროგრამა ქალთა ეკონომიკურ განვითარებაზეც არის ფოკუსირებული. ამიტომ ბრუნდებიან ისევ, მაგრამ იქ კიდე ცალკე პრობლემები ხვდებათ მათ. აი თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება მათ ქონდეთ გარკვეული დანაზოგი, მაგრამ არ ქონდეთ უშუალოდ ფინანსური ცოდნა, შესაბამისი განათლება, რაში შეიძლება, რა გზით შეიძლება გამოიყენონ. აი იგივე როგორ დაზოგონ თანხა, გარკვეული თანხა შეინახონ თავიანთი თავისთვის. ეს რამდენად წავეთ ჩვენ სამკვლევის მიხედვით? რამდენად ხშირია ეს პრობლემა? ეს პრობლემაც არის საკმაოდ ხშირი, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით რადგან საუბრობთ უკვე დასრულ ადამიანებზე, ზოგი უკვე შუახნისაც არის და როგორც უკვე თქვი, შეიძლება თავისი პირველადი პროფესია დაკარგეს კიდევაც, მათ არ აქვთ წვდომა ან ინფორმაცია იმ გადამზადების პროგრამებზე, ან იმ ხელშემწყობ პროგრამებზე, რომლებიც თქვათ მათ განათლებაზე იქნება ორიენტირებული, ან თუნდაც სამეწარმეო უნარჩვევებზე შესაბამისად, აი ეს კომპლექსურად ფინანსებზე წვდომა, ინფორმაციაზე წვდომა, გადამზადების პროგრამებზე, დასრულთა განათლების პროგრამებზე ინფორმაციის არარსებობა და შესაბამისად მათზე წვდომა, ეს ყველაფერი ერთად აუარესებს იმ თქვათ შესაძლებლობებს, რაც შეიძლება სხვა შემთხვევაში ქონოდათ დაბრუნებისას ისევ ადგილობრივ შრომის ბაზარზე ინტეგრაციისთვის და ზოგადად ქვეყანაში ინტეგრაციისთვის. აი როგორი შეიძლება იყოს რეკომენდაციები მიგრანტი ქალების ქვეყანაში დროული და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად? ნუ პირველ რიგში თვითონ მათი საჭიროებების საჭიროებების შესაბამისად იმ პოლიტიკის დოკუმენტების და იმ კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც იქნება დაფუძნებული კონკრეტულად მათ საჭიროებებზე, მათ საჭიროებების გათვალისწინებაზე, იმისათვის, რომ ამ პოლიტიკის და ამ კანონმდებლობის ახსრულება მოხდეს ძალიან მიზანმიმართულად და შესაბამისად, როგორც უკვე ვთქვი, ინფორმირებლობა უკეთესი მოხდეს. ანუ ის კი არა, პროგრამა არსებობს და ეს სერვისი არსებობს, მაგრამ შეიძლება ეხლა გუშინ და ერთი თვის წინ დაბრუნებულმა ქალმა ან თუნდაც კაცმა არ იცოდეს ამის შესახებ და არ იცოდეს თქვათ სად ეძებოს და რაღაცა პროაქტიული ინფორმირება რომ ხდებოდეს მოსახლეობის ამ სეგმენტის. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქალი მიდის 90-იან წლებიდან, თქვენ ახსენეთ კიდეც, თუმცა ხო არ არსებობს შემთხვევით სტატისტიკა და უშუალოდ როგორი არის ეს მაჩვენებელი, იცვლება თუ არა, ვთქვათ, მეტი მიდის თუ ნაკლები მიდის, აი ამის მიმანიშნებელი. ეხლა ამ წუთას სტატისტიკას ესე ვერ გეტყვით, თუმცა ბუნებრივია ხელმისაწვდომია საქსტატის ვებგვერდზეც, სტაბილურად ჩანს წლიდან წლამდე, ეხლა ჩვენი კვლევა უკვე სადღაც 2 წლის წინ იყო გაკეთებული, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ შეიცვალა მდგომარეობა, მიგრაცია იზრდება და ზოგადად სოციოდემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში იზრდება ყველა, ასე ვთქვათ, მიმდინარე მოვლენების ფონზე და მათ შორის შრომითი მიგრაციის მიზნით წასული ადამიანების რაოდენობაც ნამდვილად არ იკლებს თუ არ იზრდება. და როგორი არის მათი განწყობა? გეგმავენ თუ არა საქართველოში დაბრუნებასთან, მოიაზრებენ თუ არა? იმის მიუხედავად დაუშვათ აქ როგორი პირობები დახვდებათ, რა ფინანსურ კაპიტალს დააგროვებენ საქართველოში დასაბრუნებლად, ზოგადად აქვთ თუ არა გეგმაში რომ წამოვიდნენ ისე უკან საქართველოში? აი სტატისტიკა თუ აჩვენებს ამას? იცით რა არის, აი როგორც გითხარით, ჩვენი კვლევა თვისობრივი კვლევა იყო, უბრალოდ აი პრობლემების გამოსააშკარავებლად. ამ ბოლო დროს არ ქონია ჩვენ ინტერვიუები მიგრანტ ქალებთან, თუმცა აქამდე რაც ქონია, ყველგან ესეთი სენტიმენტი იყო, რომ აი მე კი სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ რას დავუბრუნდე? ანუ აქ ვერ ხედავენ სამწუხაროდ პერსპექტივას და აი ეს პერსპექტივა უნდა გაუჩნდეთ და უნდა ვთქვათ მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს და იდგმება ამ თვალსაზრისით რაიმე ნაბიჯები ჩვენს ქვეყანაში? დარწმუნებული ვარ, იდგმება, იმიტომ რომ ნამდვილად არსებობს შესაბამისი პროგრამები, თუმცა კვლევის შემდგომ პერიოდის განმავლობაში ვერ ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო გაიზარდა და ამაზე ცნობიერების ამაღლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება.